ქართულ ენერგეტიკაში გვაქვს ერთი მაგიური რიცხვი. ეს არის 20%. 20% არის მუდმივად ათვისებული ჰიდროენერგიისა. უკვე აწლეულებია, რომ დაფიქრდეთ, ეს 20% თქვენს ტვინშიც გაიურვებს. მოკლედ, ენერგეტიკაზე ვისაუბრებთ დღეს BMG Drive-ის მორიგი ეპიზოდში. MG იქნება ჩვენი სივრცე, სადაც ჩაიწერება BMG Drive და გიორგი მარგებადეს მივაკითხავთ, რომელიც უკვე გველოდება პრინციპში. გიორგი, ყოფილა. მოგესალმებით. თავად მოგვაკითხა BMG-ის ოფისთან. დავიწყოთ, ხო? დავით. გიორგი, მადლობა სტუმრობის BMG Drive-ში. ენერგეტიკა არის ყოველთვის თემა. არც სეზონი აქვს და არც პერიოდი. თუმცა ეხლა რაღაცნაირად სეზონია, იმიტომ რომ მაინც ზამთარში იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ეს მაგიური 20%-იანი რიცხვი, რომელიც ვახსენე. რამეში ვწდები თუ მართალი ვარ? არავინ არ იცის ეგ. ეს ზუსტად რაღაც სადგურები შევიდა ეხა ექსპლუატაციაში, შეიძლება 24-ზე გახდა 22-23. მაგრამ დაახლოებით მაგრეინში ვართ მაინც. მაგრამ მიყვარს რა ვქნა პოტენციალზე საუბარი და პრინციპში ეს წლები ამ პოტენციალზე გვიწევს საუბარი, მით უმეტეს იმპორტის სტატისტიკა გამოქვეყნდა და არ არის ახალბიოლი რიცხვები იმ ნაწილში, რომ საკმაოდ გაზრდილია დენის იმპორტი. რას ფლობთ? იდეაში რა სიმდიდრეზე ვართ განთავსებულები, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვიყენებთ? ჩვენ ჰიდროს ნაწილში რო ვთქვათ, დაახლოებით სადღაც 35 მილიარდ კილოვატ-საათზე ვართ. ჩვენ თუ ეხლა ვნახავთ, სადაც ჩვენი გამომუშავება არის დაახლოებით 7-8 მილიარდი კილოვატ-საათი, ესე იგი გვაქვს დაახლოებით 35 კიდე მილიარდი კილოვატ-საათი, რომელიც მარტო ჰიდროზე ვსაუბრობ. ქარი და მზეც რო დავამატოთ დაახლოებით სადღაც 50-ზე ავდივართ და თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ოდესღაც შავი ზღვის კაბელს ავაშენებთ ევროპის მიმართულებით და ამ ელექტროენერგიას გავყიდით ევროცენტებში, საკმაოდ დიდ თანხებზე არის საუბარი, სიტყვით რაღაც 6 მილიარდი წლიური ლარი თუ არა, евро. რომელიც კომპანიებში გადანაწილდება, რომელთაც მე საშემოსავლო სახით მარტო და ქონების გადასახადის სახით, ხო, რომ ავიღოთ. დაახლოებით ესე იგი 20% იქნება, ხო? ყველაფერი ჯამურად. მაგხელა ექსპორტი არ გვაქვს არც ერთ პროდუქტზე. არაფერზე, ხო. ნუ ეხლა ძალიან რთული არის ეხლა ამ ხელამოცულობაზე, ეხლა ეს ცოტა შორეული პერსპექტივა, ხო? შორეული პერსპექტივა არის, კი, სერიოზული მუშაობა ჭირდება ამას. თუმცა ხო, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, რომელიც ასათვისებელი არის. ხედავთ მით უმეტეს ხო როგორი გაშემაგებული ომი მიდის ამ ენერგორესურსებზე და რა ხდება ზოგადად სამყაროში, ხო? ხო. ამიტომ ხო ხან სად შევარდებიან და ხან სად ავტობუსი და იმის გამო სხვათა შორის ეხა ეკონომიკურ ფორუმზე იყო საუბარი ენერგეტიკაზე და ჩვენო ხო, გააკრიტიკა ევროპა ტრამპს სხვათა შორის. კი, გააკრიტიკა მზე და ქარის მზის და ქარის გენერაციებზე უარი უნდა თქვათ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ დამოკიდებულს ხდითო ჩინეთზეო, მაშინ უნდა აწარმოოთო. ხო, უნდა აწარმოოთ ბატარეები და უნდა აწარმოოთ ეს მზის ტურბინები და ტურბინები. ჰიდროს ნაწილში ევროპელები ძალიან, ასე ვთქვათ, წამყვანები არიან აგრეგატების და ზოგადად მექანიკური, ელექტრომექანიკური მოწყობილობებით. ჩვენთანაც ახლა ძირითადად რა პროექტების გვაქვს, ყველაფერს ევროპულს ვიდულობთ. ატომურ ენერგიაზე კონტ აქცენტი იქ გამოიყენეთ და ბრიტანეთს უთხრა ჩtildeეთ გაიხედეთ და ისეთი ზღვა გაქვთ და ბევრი რესურსია ორი. კი. ჩვენ არ უხსენებივართ ახლა არც ერთ კონტექსტში, მაგრამ ჩვენ ალბათ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ რაღაცას. ხო, ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, არავის არ უნდა უყუროთ. გვაქვს ეს რესურსები, გვაქვს უნარი და მთავარი არის პროსტა ამუშავდეს და რაღაცა აბიჯების გადადგმა დავიწყოთ რეალურის. ლაპარაკად შევა ხოლმე ყოველთვის და მედი მაკრო დავიძრებით ახლა. რა არის ამისთვის პირველ რიგში ესაკეთებელი? პირველი და ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქსელები, ენერგეტიკა უნდა
ინფრასტრუქტურა უნდა განმავითაროთ, გულისხმობ ქსელებს, ენერგოპროს ქსელები, სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელები, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დეველოპერს აქვს, ეს არის მიერთების პრობლემა. ჩვენ მეტნაკლებად უკვე გავიზარდეთ, ვისწავლეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, სწორი კომუნიკაციის პირობებში პრობლემები თითქმის მინიმუმამდე არის დაყვანილი და ყველაზე მთავარი და ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა, რომ არის მიერთების პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში ერთ და იგივეა. მოდი რომ დავშალოთ ეგ პრობლემა ძალიან მარტივად და გასაგებია. ეს სტრუქტურა როგორ გამოიყურება, რომ მარტივად აღსაქმელი იყოს მოქალაქეებისთვისაც. აი, როდესაც პროექტს გაიყვან ბოლოში ჩაატარებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ასე ვთქვათ, ყველა პოზიტიურად უყურებს შენ პროექტს და ყველას ერთსული აქ დაიწყოს, მათ შორის ფინანსებს მოიზიდავ, ექსპერტიზებს გაივლი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ქვესადგურში არ არის სიმძლავრე, არ არის ადგილი, არის ძველი, ეს ენერგოპროს, ასე ვთქვათ, ძველი ქვესადგურები, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ გაატაროს შენი სიმძლავრე. ან თუნდაც შეიძლება კონკრეტულ რაღაცა, არ ვიცი, რაიონში იყოს და უშუალოდ რაღაცა შესაძლებლობა, რომ აი 4 მეგავატი რაღაცა საწყალი მიაერთო, შემდეგ არის უკვე გამის გატანის პრობლემა და უშუალოდ ქვესადგურმა შეიძლება მიიღოს, მე როგორ ქსელის პრობლემები არის და ერთი სიტყვით ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ძალიან მოძველებული. ეს ავაშენე არ წვეთს, ანუ საწავიღო ეს ენერგია, რომელსაც გამოიმუშავე. თუ შენ ქსელში ვერ მიაერთე ეს ესე გინდა აშენე და გინდა ისა აშენე. რა ინვესტიცია მაგისთვის საჭირო? დათვლადია ეგ ყველაფერი და ვინ უნდა განახორციელოს ეგ ინვესტიცია? დათვლადი არის. რა თქმა უნდა, GS-ის ესე იგი სახელმწიფო ელექტროსისტემის ნაწილში აწლიანი გეგმა არის, რომელიც ასე ვთქვათ, ფულშიც გადაყვანილი არის, მე ხარ მინდა ზუსტი ციფრი შემეშალოს. მაგრამ არის ამის ასე ვთქვათ ციფრები და არის ასე ვთქვათ ენერგოპრო ჯორჯიასაც თავისი 5 წლიანი განვითარების გეგმა არის, სადაც ასევე დათვლილი არის, ხო, ეს ყველაფერი. და უშუალოდ რა უნდა მოხდეს, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ენერგოპროს დასახარჯი არის ფული პირველ რიგში და ეს ფული როდესაც დაიხარჯება შემდეგ, რა თქმა უნდა, ტარიფშიც უნდა ესახოს, სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არის კერძო ბიზნესი, ხო? რომელმაც ჩადებული ფული უკან თუ არ მოიღო, იმპულსს არც ჩადებს, ხო? ბუნებრივია. შესაბამისად ლოგიკური არის, რომ ეს შემდეგ ტარიფში უნდა ისახოს, თუმცა მე შემოდის უკვე ეს ახალი პრობლემები, რომელიც პოლიტიკური პრობლემების, პოპულიზმი, რომ რაღაცა ელექტროენერგიას აძვირებენ. ეხლა ხო გადავადდა რეალურად ტარიფების. გადავადდა. თუმცა გარდაუვალია. გარდაუვალი არის, გამორიცხული არის აუცილებლად ეს სამი თვით გადავარდა და შანსი არ არის უბრალოდ რომ არ გაიზარდოს, იმიტომ რომ ელემენტარული ენგურჰესი ელექტროენერგია გაიზარდა, ხო, ვიცით, ხო? და ამ ენგურჰესის ელექტროენერგიას ვინ ყიდულობს, ხო, ყიდულობს თელასი და ენერგოპრო, რომ ასე ვთქვათ, ეს ფასი იყოს დაბალანსებული. შესაბამისად, ის თუ გაძვირდა, ყველა ვარიანტში გაუძვირდებათ ამათაც, ხო? ენგურჰესი ატო გაძვირდა, იმიტომ რომ გავარემონტეთ, მე კიდე წამოვა, რა ქვია, ეს რა პოპულისტური ისენი, რა ქვია, როგორ შეიძლება და გაძვირება გარემონტა ენგურჰესი, საკმაოდ სოლიდური თანხები, გამომუშავება გაიზარდა და შესაბამისად ამ ვალებს და ამ ფულს გადახდა რომ უნდა ზუსტად მაგიტო და არსებობა რომ უნდა ენგურჰესი ზოგადად ამიტომ გაიზარდა. ამას ემატება იმპორტიც ახლა რა თქმა უნდა გაზრდილი, ხო? და საერთოდ კალათაში ყველა ვარიანტში ეს ტარიფი ზემო წავა. შესაბამისად ჩვენ ელექტროენერგიის უნდა ვიფიქროთ სხვა რაღაცების გაიაფებაზე. და ელექტროენერგია კიდე მიწოდება ელექტროენერგიის ისეთი მნიშვნელოვანი არის, რომ ამას უნდა საკუთარი ფასი კონდეს, რომ ყოველი ქარის ამოვარდნის დროს და უშუალოდ არ ითიშებოდეს საგურამო თუ გურიანი თუ არ ვიცი კიკეთი და სხვა სოფლები, ცოტა მოშორებული ქალაქიდან და შესაბამისად
მსგავსი ინფრასტრუქტურები არა მარტო მოსახლეობისთვის, რომ გათიშვები არ მოხდეს, არამედ ახალი გენერაციებისთვისაც, ასე ვთქვათ, მომგებიანი იქნება იმ კუთხით, რომ გაერთება იქნება შესაძლებელი. ხო, რა რომ მოთოვს რაღაც არ ჩამოიშალოს მე იქ ინფრასტრუქტურა. მოდი შუქნიშანზე მოვხდი და მე მაქვს შუქნიშნის ბლიცი და გავიაროთ მე და შენ შუქნიშნის ბლიცი, ну წითელი, ყვითელი, მწვანე არის ამბავი და სხვადასხვა კითხვებია. წითელზე სხვა კითხვებია. ყვითელზე შედარებით მარტივები და მწვანეზე უფრო მარტივები. წითელზე რთულები ცოტა. კარგი. ენერგოდამოუკიდებლობა პირველი არის თუ არა რუსეთთან იმპორტირებული დენი ენერგეტიკული ნარკოზი, რომელზეც ზამთარში ვართ ერთებული. არა, რუსეთზე ჩვენ ისე დამოკიდებულება არა გვაქვს, როგორცაც და ხატავს ხოლმე ზოგიერთი. ანუ არა. არა, ეს მოკლედ გავიაროთ ეს ნაწილი და მე შეგვიძლია გავშალოთ ეგ. გაჩერებული პროექტები. ნამახვანი ჰესი. ეს იყო ინვესტორის შეცდომა, სახელმწიფოს უმოქმედება თუ გარეთ ძალების გამარჯვება. სახელმწიფოს უმოქმედება და გარეთ ძალების გამარჯვება. სუბსიდირება ეს არის სოციალური დახმარება თუ ბომბი, რომელზეც ადრე თუ გვიან ტარიფების ნახტომისებურ ზრდას გამოიწვევს. ბომბი. რუსული ენერგოგიგანტების ინტერესები საქართველოში არის თუ არა უსაფრთხოების რისკი? რა თქმა უნდა, არის. კარგი. ზოგადად, თუმცა ხო მაგხელა ჩვენს მაქვია ენერგოსისტემაში რუსული დიდი ძალები არ ფიგურირებენ. კარგი, ყვითელზე გადავიდეთ. CFD აუქციონები არის თუ არა ეს მოდელი საკმარისად მიმზიდველი ინვესტორებისთვის თუ სახელმწიფოსგან მეტი გარანტია საჭირო? ის ტარიფი, რომელიც არის 6 და 5 აბსოლუტურად არ არის მიმზიდველი, კი არა, სამთვეში ხა ტარიფი გაიზრდება და 6 და 5 გადაცდება CFD-ის გარეშე. შესაბამისად არა. საჭირო ესე რაღაც. პრომეტი არის საჭირო, რა თქმა უნდა. მითია თუ რეალობა რომ მწვანე ენერგია რომ მზე და ქარი ჩაანაცვლებს ესებს? მითი არის, ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირად, იმიტომ რომ ჰესის გარეშე, ანუ მარეგულირებელი სადგურების გარეშე ფიზიკურად არ შეგიძლია შენ რომ მზე და ქარი ააშენო. მზე რო გადავა და მაბალანსებელი თუ არ გექნება საღამოს რაიმე, ასე ვთქვათ, ჩართო, მზეს ვერ ააშენები. იგივე ქარზე ქარუმაშება დაუბერო შეიძლება რაღაც მომენტში აღარ დაუბერო. 100%-ით მითია. 100%. რეალისტურია თუ არა აზერბაიჯანის საქართველოს ევროპის შავი ზღვის კაბელის პროექტის იმ ვადებში დასრულება, რაც არის დაანონსებული, 20-30-ს ამბობენ, რეალისტური არის თუ ასე ვთქვათ ფინანსები იქნება. და ბირჟის სრული ამოქმედება მზაობა გვაკლია თუ პოლიტიკური ნება? ორივე. მზაობაც არ არის დეველოპერებში ისეთი როგორიც უნდა იყოს გენერაციებში. არის რაღაცები ღია, თუმცა უფრო პოლიტიკური ნება. მწვანე ნაწილზე ენერგოეფექტურობა პირველი, ყველაზე სწრაფი გზა იმპორტის შესამცირებლად ახალი გენერაცია თუ დაზოგილი ენერგია? ახალი გენერაცია, რა თქმა უნდა. მცირე ჰესები არის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, ანუ წილში რაღაცნაირად პროექტის გაცოცხლების ერთ-ერთი გზა? აუცილებლად. შეგვიძლია თუ არა რომ საქართველოს 10 წელიწადში გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი და არა მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა? შეგვიძლია. რომელია დღეს ენერგეტიკაში ყველაზე ცხელი მიმართულება, სადაც ფული უნდა ჩაიდოს? ჰიდროენერგეტიკა. ერთმნიშვნელოვნად. აუცილებლად. კარგი, კაიულიც გამოვიდა. ჩვენივად გავიარეთ და რაღაც თემების გაშლა გინდოდა და მოდი იმით დავიწყოთ, ხო? ის პირველი კითხვა რაც იყო, რაღაცა ენერგეტიკული ნარკოზი ხო არ არის ეს დამოკიდებულება რუსეთზე იმპორტზე. რატო არა? რატო ფიქრობ, რომ ცოტა გაბერილია იქ? ელექტროენერგიის კუთხით ჩვენ არა ვართ რუსეთზე დამოკიდებულები. ძირითადად რუსული იმპორტი რაც არის, ეს აფხაზეთში მიდის და შესაბამისად ჩვენ, ასე ვთქვათ, აფხაზეთის პრინციპში საქართველოს არის თავიდან ბოლომდე. თუმცა ანუ აი ამ პოლიტიკურ ნაწილში ხა და აი ამ ასე ვთქვათ ეკონომიკურ ნაწილში რო ვთქვათ ჩვენი დამოკიდებულება არ არის რუსეთზე დიდი. ძირითადად მთელი ნაწილი არის აფხაზეთზე. ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია თურქეთიდან, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, შემოგვაქვს სომხეთიდან. ძირითადი ნაწილი ჩვენი ვიცით, მოსადგურებზე არის იმპორტს საუბრობთ, ხო?
იმპორტზე თბოსადგურებზე არის დამოკიდებული, თბოსადგურები კიდე თბოსადგურებთან ნაწილობრივ იმპორტია თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ გაზი ჩვენი არ არის, გაზს წვავთ, რომ გამოიმუშაოთ დენი, ხო? თან გაზს, რომელიც ერთ-ერთი ქართველები ვართ სოფლიოში, რომელიც ძალიან იაფოთ ვიდულობთ ამ გაზს. საფრთხიან კალათაში შემდეგ ამ ოფიციურ გაზ, სოციალურ გაზ ყველაფერს ერთად ავიღებს, რაღაც $130 გამოდის თუ არ მეშლება. და სამწუხაროდ წვავთ თბოსადგურში, რომ ელექტროენერგია გამოიმუშაოთ. შესაბამისად, ძირითადად ჩვენი დამოკიდებულება არის თბოსადგური და დაახლოებით 500 მეგავატი თბოსადგურები, 600 მეგავატამდე, დანარჩენი 300 მეგავატი, აი ზამთრის ყველაზე ესეთი პერიოდი რო ავიღოთ, ხო, და უშუალოდ დეკემბერი ან იანვარი. ამ დროს, ასე ვთქვათ, ესეთი დამოკიდებულება არის. ეს დამოკიდებულება რომ მოუხსნათ გჭირდება ზამთარში სადღაც 900 მეგავატი დაახლოებით, რომელიც ჰიდროთი თუ დავაბალანსებთ, ვიცით რომ 15% არის. ჰიდრო ხო წყალი ზამთარში იკლებს. შესაბამისად ესე იგი 900 მეგავატი იქნება 15% და გაზაფხულის პერიოდში, როდესაც წყალი გვაქვს, ეს 900 მეგავატი გახდება დაახლოებით 5000 მეგავატამდე. ხო. რომელიც ალბათ 4 მილიარდი კილოვატ-საათი იქნება დამატებით გაზაფხულის თვეში და აი არ გვეწოდინება სადაც ავიღოთ რა უყოთ. ხო. წყალზე როცა ვსაუბრობთ ხომ არის რაღაც დიდი სიმდიდრე გვაქვს წყალი მარტო ეხლა როგორც მინერალური ან სასმელი, ანუ იგულისხმება ისიც რომ უდიდესი ენერგიის გამომუშავება შეგვიძლია ხა 26000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ყველა არ გამოდგება, ხო, 300-მდეა, რომელიც ანუ რაღაც არსებული დათვლებით, რომელიც შეიძლება გამოდგეს, რომ ჰიდროენერგია გამოიმუშაოთ. მოკეთ, არის ჩვენს ქვეყანაში და რეალობაში მაგალითები, როცა ინვესტორმა, არ ვიცი, ალბათ ადგილობრივ მომთავრობამაც კარგად იმუშაოს რაღაც რეგიონში, სწორი სტრატეგია აირჩიეს, კომუნიკაციისაც, პროექტების განხორციელებისაც, სწორად დაიგეგმა, ასე ვთქვათ, გეზეში იყო კარგად მომზადებული, ეს გააცნეს, დაელაპარაკნენ ადამიანებს და ის პროექტი შედგა კარგად დაბრკოლებების გარეშე, ხო? ანუ შესაძლებელია თუ არა დიდი პროექტებისაც აი ამ გზით განხორციელება. ანუ სადღაც ეგ არის რაღაც გასაღები? მახსენდება რამდენიმე, ხა არ მინდა დასახელება, მაგრამ არის რამდენიმე პროექტი გურიაში მაგალითად, ერთ-ერთი რომ კარგად იმუშავებს და ხო. არის გურიაშიც არის, რაჭაშიც არის, სვანეთშიც არის. არის სწორად დაგეგმილი პროექტები, კი, რა თქმა უნდა. გასაღებს აი ჩვენ თუ ხო როდესაც პატარა და საშუალო ჰესებზე გვაქვს საუბარი, ხო, წინასწარვე, ასე ვთქვათ, ამ მოსახლეობის ჩაყენება საქმის კურსში და მათთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული, მათ შორის სრულებების შეტანა პროექტებში, ხო? არ ვიცი, სათავის აწევა იქნება, გაწევა თუ ჩამოწევა, რომ არ შეუქმნა კონკრეტულ რაღაც თემს, რაღაც პრობლემა, ესეც კი საჭირო ხდება ხოლმე. და ამას ძალიან კარგად აღიქვავს ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობა. ხო, სწორი დაგეგმარება, ანუ თავიდანვე ესე იგი სიარული ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ერთ-ერთი გასაღები, რა თქმა უნდა ეს არის და ნუ ეხლა დიდ პროექტებზე თუ გადავალთ, ვფიქრობ, რომ როგორც ნამახვანი არის ნესკრა და ხუდონი, მან ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომით სახელმწიფომ უნდა უშუალოდ სახელმწიფო ჩათვალის გარეშე არ გამოვიგეთ. არ გამოვა, უნდა იყოს მთავარი, ასე ვთქვათ, მეწირე, shareholder-ი, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ ტვირთს აიღებს საკუთარ თავზე. იმიტომ რომ მაგას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ არავინ კერძო ინვესტორი ესე რომ მოდი აი ხა აქ მოსუფთავებული არის ველი და პირობითად ზენკასთან დასრულდა ყველანაირი რაღაცა გაურკვევლობა და სუფთაფურცლიდან გვინდა დავიწყო და მიდით განავითარეთ ეს პროექტი, არ ამგონია მან თავი ვინმე შეყოს. სახელმწიფოც რაღაცა პერიოდით, ხო ალბათ. რა პერიოდი შეიძლება? სულ ეხა ხო შეიძლება სახელმწიფომ პირობითად დაიწყოს საქმე, ხო, მიიყვანოს და უშუალოდ რაღაცა მშენებლობა და უშუალოდ რაღაცა 60-70% განახორციელოს და შემდეგ წილის გაყიდვით გავიდეს. დაიბრუნოს უკან ფული ის რაც დახარჯა და ასე ვთქვათ გაყიდოს და თუმცა შეიძლება ასე ვთქვათ წილშიც დარჩეს რაღაცა 20-30%, ამაშიც ვერ ხედავ ვერაფერს. სულს პირიქით კარგიც არის.
მაგრამ ინვესტორი უკვე რო დაინახავს, ჩვენ აი პრინციპში იყო ესეთი კომპანია Georgian Green Energy Development Company ერქვა. ეს იყო აი GEDF-ი რო არის დღეს. GEDF-ის, ასე ვთქვათ, მაგვარი კომპანია იყო, ფონდი ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. როდის მუშაობდით, ეს იყო 2010 წელი თუ 11, ხო? და ზუსტად ამ პრინციპით მუშაობდა, ესე იგი, ქონდა თანხა გამოყოფილი. და ინვესტორი დაუშვათ სადღაც აქ მდინარეა და წადი ააშენე, ესე არ ეძებდა, იწყებდა ამ საქმეს, დაუშვათ აი შილდაჰესი არის ესეთი პროექტი, რომელიც გავაკეთეთ, ესე იგი დავიწყეთ, გაკეთდა პროექტი, გამოვიწყდეთ მიწები, ავიღებთ შენებლობის ნებართვა, ვიყიდეთ მილები, შევიდა ტექნიკა, დაიწყო მუშაობა, მოჭრახე, გააკეთა ფაიფიარ მილსადენის ტრასა და მოვიდა ინვესტორი, ეს დახარჯული ფული რაც იყო მთლიანად გადაიხადა, ეს თანხა ისევ შემოვიდა ამ ფონდში, ის მესაკუთრე გახდა და გააგრძელა მშენებლობა და ამ ფულით ახალი დაუშვათ სადგურის პროექტი და დეველოპმენტი დაიწყო, ხო? და ესე ტრიალებდა, ეს ერთი რაღაცა თანხა იყო, მოგება არ მქონდა უფლება რომ მოგება დაგვედო და დაუშვათ მუშაობდა ეს კომპანია, ეს ფონდი. იგივე პრინციპით შეიძლება რა, რომ აქაც სახელმწიფომ დაიწყოს ეს დიდი პროექტის კეთება და რაღაცა ეტაპზე შემოვიდეს ინვესტორი. თუნდაც არ შემოვიდეს და აშენდეს ეს პროექტი 100%-ით დაუშვათ. მესაკუთრე იყო სახელმწიფო რაღაცა ეტაპზე ყველა ვარიანტში გაიყიდება ამის წილი და უკვე სხვა კომპანია შეიძლება შემოსვლას. ხო არის დეტალები მილიარდიან ამნისტიასთან მიმართებით ის როგორ ამე ახალი ხო არ არის მაგალითად. არა, ნუ ეგ ჯარიმები ამას ესე ვერ გავიგებთ, ვის რამდენი სად როგორ ჩამოეწერა და რამდენს ესე აბსოლუტურად ვინც კი მოღვაწეობდა ამ სფეროში, ყველას რაღაცა ჯარიმა ქონდა, ყველას რაღაც დაგვიანება ქონდა და საბოლოო ჯამში ეს 1 მილიარდი ესე იყო, ესე არის შეკრული. ყველა შეიძლება არც მოინდომოს ხო იდეაში, მე რაღაც ვალდებულებები ხო მოყვება. მაგრამ ამას ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მარტო ამ მილიარდიანის ჯარიმის პატიებაზე აქ არ არის საუბარი, აქ იმაზეა საუბარი, რომ აწი არავის აღარაფერს აღარ გაპატიებთ. ხო. აწი არავის აღარაფერს აღარ გაპატიებთ, რაც სწორი და კაი არის და ბევრს მართლაც შეიძლება არ მოუნდეს გაგრძელება, რომ იცის, რომ როგორი დამოკიდებულება ექნება აწის სამინისტროს. გარდა მაგისა, ერთი კარგი ინიციატივა აქვს, რაღაც ესე არ გახმაურებულა. მშენებლობის სტადიაზე კომპანიები ვეღარ გადავლენ, ვისაც არ ექნება მიერთება უკვე აღებული GS-ისთან ან ენერგოპროსთან და უკვე ეს თანხებიც გადახდილი. ანუ ის კომპანიები, ვინც სამშენებლო სტადიაზე გადადიან და მერე ეძებენ ინვესტორებს, ხო, თავშივე სოლიდური თანხები ექნება გადასახდელი, სანამ სამშენებლო სტადიაზე გადავა და აქაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, აქვეა, ჩამოცილდება და ჟარგონულად რომ ვთქვა, დაიფერთხება. ბევრი რაკეტის ინდისიერი. ხო, კარგი. რა გახსენდება ისეთი უცნაური, როდესაც მოსახლეობასთან მიდის ხოლმე კომუნიკაცია? არის იქ ხო რაღაც რავის გარეგანათება, გზა, სტადიონი, ბევრი რაღაც პროექტია, რომელიც შეიძლება ინვესტორი შევიდეს და გააკეთოს და რამე უცნაური გახსენდება, რომ მოუთხოვია მოსახლეობას. რა გახსენდება? ერთ-ერთმა მოსახლემ აჭარაში ჩემცოლსო გავუკეთეთ ოპერაცია. და ნუ ჩავთვალეთ, რომ ამ ქალბატონს რაღაცა ჭირს რა, ჯანმრთელობის კუთხით რა. ამას უნდა და თავის სოლის დანავაროტება. ამას უნდა და რაღაც კერდის დაბერვა და აურა ამა. ცხვირის გასწორება თუ რაღაცა და შოკში ვიყავით. გაოგნებულები ვიყავით. რა სერიოზული მოთხოვნა. მაგარი. აუ ძალიან მაგარი. ხო, ნუ აი წარმოიდგინე. ანუ ეგ ერთი იქნებოდა და განუმეორებოდა. სხვას არ მოუფიქრებდი. ხო, და ის მე მიმარშვებოდით აქვე, ხუმრობდით მაგაზე რო უეჭველი ცოლმა თხოვაო, აბა ეხა თვითონ ხო არ მოიფიქრე. თვითონ ხო არ მოიფიქრე. ან შეიძლება თვითონაც მოიფიქრე, არ ვიცი. ხო, მაგრამ თვითონ რომ მოიფიქრებინა, არ მგონია კარგი მდგომარეობა შექმნა და მე სახში რო ეთქვა, რომ ცირა ამას თხოვ ინვესტორებს, ვახ, ძალიან საინტერესო. გაფინანსებული და იმაში პრეზენტაციაშიც რო გააკეთე, ხო ის ჩასვლა ჩვენ
დავაგეთ გზა და დავაგეთ გზა და ასევე დაუბერეთ კუჩები. კერდის ოპერაცია გავაკეთეთ თურქეთში, საქართველოში. ქალბატონო, ძალიან კაია. როგორ მოგეწონა MG-ს ავტომობილი? ძალიან კაი მანქანა არის. საინტერესო. ისე იცნობდი ამ ბრენდს თუ პირველად? არა, ხო, ჩინური ბრენდი მეგონა, მე შენ მითხარი ვის არის? ბრიტანული, ხო. საქართველოში არ არის ცნობილი სხვათა შორის, იმიტომ რომ ნუ არ იყო აქამდე წარმომადგენლობას და ბევრი არ არის ევროპაში. კარგად ცნობილი ბრენდია და არა, ახალი მანქანაა. ჩემთვის ბოლოს ეს ძალიან გავდა ეს ჩინური მანქანები ბოლოს ხო ძალიან გვანან შეგნით ერთმანეთს და ვიფიქრე რომ მეთქი ესეც ელექტროა ხო? არა, ეს ჰიბრიდია, თუმცა არის ZS-ის ელექტრო ვერსიები, ცხადია, ხო, ელექტროფიცირება ისეთი თემაა, რომ ამის ყველა მოდელს ყავს ელექტრო ალტერნატივა. შესაბამისად, ახლები არიან ქართულ ბაზარზეც და მგონი ბიუჯეტური ვარიანტია MG, რომელიც საკმაოდ კარგი სპეციფიკაციებით გამოირჩევა და წარმატებული მინდა აქ უსურო ამ ბრენდს ქართულ ბაზარზე. ცოტა ხნის წინ შემოვიდა და BMG Drive-ისთვისაც შვენიერი სივრცეა მე თუ მკითხა, იმიტომ რომ ხმის იზოლაციასაც არ ურჩივის. გადაადგილებაც კარგია, მით უმეტეს მოყინულ გზებზე. გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებ და მადლობა თქვენ. 2026-ში კიდევ მოგიწევს ალბათ PM-ის პლატფორმაზე. რაღაცა გადაწყვეტილებები იქნება, რაღაც ახალი ამბები იქნება და წარმატებებს. მადლობა.